4-ში ვიწყებთ, 4-შივე ვამთავრებთ. ეს არის გარდაუვალი. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ერთადერთი პრობლემა თითქოს თვეების წინ იყო ის, რომ თუ გამოვა იმდენი ხალხი, რაც საჭიროა და მე მგონი გამოდის იმდენი კი არა, იმაზე მეტი. ეს არ არის აქცია, ეს არის ეროვნული კრება. ეროვნულ კრებაზე ჩვენ განვიხილავთ რამოდენიმე საკითხს. ერთ საკითხი მე შემიძლია ეხლა ვიგითხრათ, ეს არის გვინდა თუ არა საქართველოს მოქალაქეებს, რომ კონსტიტუციიდან გამომდინარე ავიღოთ ხელში ჩვენ ხელისუფლება და ჩვენ გვეკუთვნოდეს ჩვენი ქვეყანა. მე მგონი არავის ეჭვიარეპარება, რომ ყველანი ვიტყვით, რომ კი იმ წუთიდან, როგორც კი ჩვენ ავიღებთ ხელში ჩვენ ხელისუფლება, ვუყრით ამას კენს, იმ წუთიდან ჩვენ ვართ ამ ქვეყნის პატრონი და ამის შემდეგ ვიღებთ ხელისუფლებას ხელში. ისე რომ საქართველოს მოქალაქემ უნდა აიღოს თავის ხელში ამ ქვეყნის მართვა. ჩვენ აუცილებლად უნდა დავნიშნოთ დროებითი მთავრობა, როგორც იქნება ისე ტექნიკური მთავრობა პროფესორად, რომელიც ჩაიბარებს ამ ქვეყანას, რომელიც იქნება ძალიან პროფესიონალებით აღჭურვილი და რაც თავარია პატიოსანი ხალხით, იმიტომ ეს ძალიან დიდი იშვიათობა გახდა დღეს ხუნტის შემადგენლობაში და აუცილებლად უნდა დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და იქ ვინც გაიმარჯვებს, მე პოლიტიკური პარტია ის იქნება მმართველი. მე რაც თქვი ჩემს ნათლზე, უშბაონიანზე, მე ვთქვი ეს ჩემი სიამაყით, იმიტომ რომ არის გადასარევი ბიჭი, ახალგაზრდა, რომელმაც წარჩინები დაამთავრა სასწავლებლები, ერთი კი არა, 2 სასწავლებელი უმაღლესი ლონდონში და რომელიც 400 კაციანი ბანკში იყო 400 კაციანი კონკურსი და სამა გაიმარჯვა, ერთ-ერთი იყო ჩვენი უშბა. და ამიტომაც მე სიამაყით ვიძახი, რომ მე ასეთი ბიჭის ნათლია ვარ, რომელიც საქართველოს ძალიან გამოადგება და მომავალში ეს იქნება ერთ-ერთი წარჩინებული ადამიანი. და ეხლა რაც შეეხება ტარიელს, მე ტარიელთან მეგობრობა არ მიორყავია არასდროს. იმიტომ რომ ჩვენ მეგობრობთ უკვე რავი მრავალი წელი. მე ერთი რამე ვიცი, რომ ტარიელს არ უყვარს ქვეყნის მოღალატეები, ისე რომ ჩემი დიდი ვარაუდით ის ჩვენ მხარეს არის.